საუბარს განვაგრძობ ორ ახალგაზრდა ქართველ ანალიტიკოსთან, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ცოდნა ამ თემაზე სასაუბროთ. დავიწყებ წარდგენის ნაწილში დავიწყებ ბაკო ხელაძედ, რომელიც აღმოსავლეთმცოდნე ამავე დროს და იცნობს თვალს ადევნებს ირანში არსებულ ვითარებას და მთელს რეგიონში. გიორგი ლოლაძეს, რეალ პოლიტიკის მკვლევარი ამავე დროს. მოდი გიორგი, პირველ რიგში ამ შეკითხვას დაგისვავ, რა არის თქვენი აზრით ისრაელის მიზანი, რომელიც ამ ოპერაციის შედეგად უნდა დადგეს? ეს არის ბირთვული, ასე ვთქვათ, პროგრამის ისეთ დონეზე შეფერხება, განადგურება და ასე შემდეგ, რომ ბირთვული იარაღი ვერ შეიქმნას, თუ ეს არის უფრო დიდი ამოცანა ირანში ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯის, ანუ ხელისუფლების ცვლილების? მოგესალმებით, ისრაელს გააჩნია ეგრეთ წოდებული ბეგინის დოქტრინა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ რეგიონში ახლო აღმოსავლეთში არავის ბირთვული იარაღი არ უნდა გააჩნდეს ისრაელის გარდა და ამ მიზნით ისრაელს თავის ისტორიაში უკვე ორჯერ აქვს განხორციელებული თავდასხმები. ერთხელ 80-იან წლებში ერაყის წინააღმდეგ, ერაყის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, რასაც სხვათაშორის მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგებოდა და იარაღზე შეზღუდვებიც კი დაუწესა მაშინ ისრაელს. და მეორე ეს იყო 2007 წელს, როდესაც სირიის ბირთვული ობიექტები დაბომბეს უკვე ეჰუდ ოლმერტის დროს და ამის შემდეგ უკვე ეს ჩამოყალიბდა განგრძობით პოლიტიკა, რომ ისრაელი უნდა იყოს ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო და მის არსებობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას არც ერთმა ქვეყანამ რეგიონში. აჭახება ხა ირანის ბირთვულ პროგრამას. ირანის ბირთვული პროგრამა უკვე დიდი ხანია საფრთხედ მიიჩნევა, ეგზისტენციალურ საფრთხედ ისრაელისთვის, თუმცა ამ ტიპის თავდასხმას ირანის ბირთვულ პროგრამაზე რამდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს აქამდე. ეს იყო პირველ რიგში ამერიკის ყველა ხელისუფლების წინააღმდეგობა, თორემ აი ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი პოლიტიკური კარიერის მეორე ნაწილის მთავარ მიზნად აქცია ის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა უნდა გაენადგურებინა. მან 2012 წელს ეროვნული ერთიანობის მთავრობას კი შექმნა ეჰუდ ბარაკთან ერთად და ძალიან ცდილობდა სამხედრო ოპერაციის დაწყებას, მაგრამ ამას მაშინ ძალიან ეწინააღმდეგებოდა ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, მერე ბირთვულ შეთანხმებას დაიდო, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ნეთანიაჰუ, თუმცა ეხლა ვითარება არის ძალიან შეცვლილი და სხვანაირი, იმიტომ რომ ამ თავდასხმისთვის ვითარება და გარემოებები შეიცვალა. მიზეზი რის გამოც ეწინააღმდეგებოდნენ ამ თავდასხმას, მათ შორის იყო ის, რომ ირანის ეს ბოროტების ღერძი მიიჩნეოდა დაუმარცხებლად და ყველას ეშინოდა, რომ თუ ჩვენ დავბომბავთ ირანს, ჰეზბოლა დაგვესხმება თავს და რეგიონის სრულ დესტრუქციას მოხდა. ეს მუხარები ახლაც ისმის, სხვა ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი მოვისმენთ. ხელისუფლებაში რამის რესურსები აღარ. მაგრამ 2023 წლის 7 ოქტომბერმა ბევრი რაღაც შეცვალა. ხო, შეცვალა ის, რომ ჰეზბოლას ყველა პოლიტიკური თუ სამხედრო ლიდერი მკვდარია. 3000 ჰეზბოლას მებრძოლს პეიჯერები აუფეთქრათ, რაკეტების გამშვები მოწყობილობები მათ თითქმის არ გააჩნიათ და ლიბანს ყავს უკვე სხვანაირი ხელისუფლება, რომელიც ჰეზბოლასთვის იმ სამხრეთ ლიბანის ტერიტორიებიდან მათ გაყვანას ცდილობს და თვითონ დაკავებას. მეორე ფაქტორი, რაც შეიცვალა და მნიშვნელოვანი და მთავარი და გადამწყვეტი რაც არის და ეს არ უნდა დაუკარგოთ ბენიამინ ნეთანიაჰუს მისი პიროვნული სიახლოვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, იმიტომ რომ აქამდე არასდროს არ ყოლია ამერიკას ხელისუფლება, რომელიც ამას დაუშვებდა, რასაც დღეს ისრაელი აკეთებს, ხო? და გარემოებები ის არის, რომ ტრამპმა მართლაც სცადა ირანელებთან მოლაპარაკება. დაიწყო ბირთვული მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკების პირობები ხშირად იცვლებოდა. თავიდან საუბარი იყო, რომ საერთოდ ურანის გამდიდრების უფლება აღარ უნდა ჰქონოდა ირანს და მას გამდიდრებული ურანი უნდა შეეტანა თავიანთი ბირთვული ობიექტებისთვის. თუ მას მართლა ენერგეტიკული და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, შეიძლება არ ამდიდრებდე დამოუკიდებლად ურანს და გარედან შემოგქონდეს და ეს გამდიდრებული ურანი უკვე იმ დონეზე რაც აქვს, რაც ენერგეტიკულ მიზნებს აღარ სჭირდება, ეს მესამე ქვეყანაში გაეტანათ. იყო ეს შემოთავაზება. მერე უკვე საერთოდ იმასაც კი ზედამხედველობის ქვეშ. კი, და მერე უკვე იმასაც კი დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ რაღაც ლიმიტებში გამდიდრების უფლებას დაეტოვებინა ირანს, მაგრამ ირანი არც ერთ ამ შეთავაზებას არ დათანხმდა და მაშინ უკვე მიხვდა ამერიკის ადმინისტრაცია, რომ ეს იყო სტანდარტული აღმოსავლური ტაქტიკა, რომ უბრალოდ მოლაპარაკებებს წელავდა ირანი, რომელსაც არანაირი დასასრული არ ექნებოდა და აქ დაიწყეს ძალიან პარალელურად ამდიდრებდა ურანს. კი, ამდიდრებდა ურანს და სამზომი იყო ჩართული ისრაელში ცნობილი საათი დაზვერვის მონაცემებით, მას უკვე იმ დონეზე აქვს გამდიდრებული საკმარისი ურანი, რაც საკმარისი იქნება 15 ბირთვული ქობინის შესაქმნელად, რაც უკვე კატასტროფა, იმიტომ რომ ირანის
არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომ სურს ისრაელის განადგურება და ეს აქამდე ვისაც პროპაგანდად მიაჩნდა 2023 წლის 7 ოქტომბერმა დაარწმუნა, რომ ესეთი მუქარები ზოგჯერ შეიძლება ტრაგიკულ რეალობად იქცეს. ამიტომ ადრე თუ სამხედრო თუ სადაზვერვო ელიტაში ამ მუქარებს სერიოზულად აღარ უყურებდნენ, ეხლა 7 ოქტომბერმა ეს შეცვალა, რომ ასეთ მცირე მუქარებსაც კი პირიქით ზედმეტად კიდე გიორგი, პირველი კითხვის დასკვნის სახით მთავარი რაც კითხე, რა არის მიზანი? მიზანი არის ამ ბიუთული პროგრამის მაქსიმალურად დაზიანება იმ დონეზე, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში მაინც ალბათობა გადაიდოს ეს და ან ირანმა მოაწეროს ისეთ შეთანხმებას ამერიკასთან ხელი, რომელიც რაღაც კონტროლის ქვეშ მოაქცევს. მოდი ახლა ბაკოს მოусმინოთ. ირანში არსებულ სიტუაციას აქტიურად ადევნებ თვალს, ძალიან რთული კია, მაგრამ ახერხებ ვიცი ამის თაობაზე და მოგვიყევი შიგნიდან როგორ ჩანს ეს სიტუაცია, რამდენად რეალიზდება ის მიზნები, რაც ახლა ვსაუბრობდით გიორგისთან ერთად და შენც ალბათ ასეთივე წარმოდგენა გაქვს ისრაელის ამ ოპერაციასთან დაკავშირებით. გამარჯობა, მადლობა რომ მომწვიეთ. მოკლედ ეს სამხედრო კომპონენტი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არის საინფორმაციო კომპონენტი, რომელიც 2015 წლიდან ძალიან აქტიურად ამუშავებს ნეთანიაჰუ. თავიდან პირველად ეს წყლის კრიზისი იყო ირანში და ცნობილი ვიდეოა ძალიან, როცა ეს ნეთანიაჰუ სთავაზობს მოკლედ ირანელ ხალხს ამ წყალს და წყლის ტექნოლოგიებს, მაგრამ ეუბნება რომ იცით რა უნდა აჯანყდეთ და უნდა დაამხოთ ხელისუფლება და ეხლაც ერთ-ერთი გათვლა რაზეც არის, რომ ეს საჰაერო დარტყმებს უნდა დაეხმაროს ირანელი მოსახლეობა და უნდა დაიწყოს აჯანყება. ერთ-ერთი გათვლა ეგ არის და ამ თავის გამოსვლებში ხშირად იმეორებს ამას ნეთანიაჰუ. მაგრამ რასაც ვაკვირდები ახლა სოციალურ მედიას და ზოგადად ადამიანებს, როგორ იქცევიან ირანში ეს რამდენად გამართლდება ეს მოლოდინი, რომ ხალხი ახლა ადგება, რომელიც გაბრაზებული არის ისლამურ რესპუბლიკაზე და დაამხობს ამ რესპუბლიკას. მე ცოტა სკეპტიკური გავხდი, აი ბოლო დღეების საქმეებით. საომარი მოქმედების მიმდინარეობის პერიოდში ეს მოსაოდნელი ალბათ არც არის. თუ კი ირანის მოქმედი ხელისუფლება შეძლებს ამ კრიზისული სიტუაციის ეფექტურ მენეჯმენტს, შეინარჩუნებს კონტროლს სიტუაციაზე, რა თქმა უნდა ამის ალბათობა მოიკლებს. მაგრამ თუ კი მათი მარცხის ხარისხი სამხედრო თვალსაზრისით იქნება ძალიან მკაფიო და ნათელი, მათ ძლევამოსილებაში შეუძლებელია ადგილზე საკმაოდ მკაცრი რეპრესიული რეჟიმის ქვეშ ყოფ მოსახლეობას, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს საპრეტენზიო აიათოლების რეჟიმთან, არ გაუღვივდეს ის გრძნობები, რომელიც მას აქვს. კი, მაგრამ ძალიან ბოლო წლებში განსაკუთრებით. ირანზე როცა ვსაუბრობ, ძალიან სპეციფიური ქვეყანაა და ეთნოფსიქოლოგია უნდა გავითვალისწინოთ. ზოგადად ირანში, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, არ არიან განებივრებული დემოკრატიით და თქვა და რბილი დამოკიდებულებით ხალხის მიმართ. რო გადავხედოთ თელს რავი 3000 წლიანი ისტორია აქვს ირანს და მთელი ამ 3000 წლის განმავლობაში ყოველთვის სახელმწიფო აპარატი იყო რეპრესიული. არასდროს არ ყოფილა კეთილი. შესაბამისად ეს მიღებული არის. ამიტომ თქვათ ირანს აი ამ ეთნოფსიქოლოგიაზე რო აპარაკობდით, აქ მნიშვნელოვანი არის რომ გავიხსენოთ ძველი გამოცდილება, აი 45 წლის წინანდელი გამოცდილება, რაც აი როდესაც ერაყი დაესხა თავს ირანს და მაშინაც ამაზე ბევრად ცუდი მდგომარეობა ჰქონდა ირანელებს, მაშინაც დაპირისპირება იყო საზოგადოებაში და ამ კონფლიქტმა მაშინ დაქსაქსული ირანი, რომელიც ზოგიერთი რაღაც თუდეს ემხრობოდა, ანუ კომუნისტურ ძალებს, ზოგიერთი ლიბერალი იყო, ზოგიერთი უბრალოდ კონსერვატორი და ზოგიერთი საერთოდ ისლამისტი, აი ეს ხალხი ყველა დარაზმა და დადგნენ ერთად ფრონტზე და 1 მილიონმა ადამიანმა თავისი სიცოცხლე გაიღო, უბრალოდ ირანისთვის. და კი არსებობს ეს თქვათ მოსაზრება, შეიძლება არის ამ მოსაზრების უკან ლოგიკა, მაგრამ არსებობს გარკვეული გამოცდილება, რომელიც ჩამოყალიბებული არის ამ ქვეყანაში, კონკრეტულად აი ამ ისლამური რესპუბლიკის არსებობის პერიოდში. ამიტომ მე არ გამეკვირდება, რომ პირიქით შეკრას ერი და ერთად ადგენენ. ხო, თუმცა ერთად დგომა მარტო საკმარისი არ არის, მე ცხოვრების გაგრძელება არის საჭირო. უამრავი პრობლემებთან ერთად, რომელიც თან გროვდება ამ მართლობის პირობებში. საინტერესო არის, ბაკო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს აღვიქვათ ის რეალობა, რომელიც იქ არის. ახლა ამ რეალობის შეფასებები დაადრევია თავისთავად, იმიტომ რომ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს ფაქტობრივად, მაგრამ გავაგრძელოთ ამას საუბარი, უბრალოდ მანამდე გიორგის მინდა რომ ვკითხო, ახსენეთ ტრამპისა და ნეთანიაჰუს სპეციფიურად მეგობრული ურთიერთობები. პრინციპში ტრამპი მართლაც ის პრეზიდენტია, რომელმაც გააკეთა ის, რაც სხვა პრეზიდენტს
ბოლოს და ბოლოს იერუსალიმი აღიარა დედაქალაქად და საელჩოც გადაიტანა და ასე შემდეგ, მაგრამ თითქოს იყო რაღაც გარკვეული დაძაბულობა აი ამ ოპერაციის დაწყებამდე. ამაზეც ამბობენ, რომ ესეც გათამაშებული იყო ძალიან ოსტატურათო, ტრამპი კეთილი პოლიციელის როლს თამაშობდაო, ნეთანიაჰუ ბოროტი პოლიციელისო, საბოლოო ჯამში აშკარად ყურადღება მოდუნებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ირანის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასეთი მასშტაბური და ასეთი ეფექტური შედეგი რთული წარმოსადგენია, ფაქტობრივად მთელი გენერალიტეტი განადგურებულია, სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა განადგურებულია, ბალისტიკური რაკეტების კორპუსი, როგორ ქვია კუშეთა კორპუსის ხელმძღვანელობა, პირველი პირები, რაზეც დგას აი სისტემა რეპრესიული, რაზეც საუბრობ, განადგურებულია და კი ყავს ეს მილიონიანი ჯარი, მაგრამ ამ მილიონ საჰაერო თავდაცვა ხო, ისე დაფრინავს ისრაელის ავიაცია, რომ ერთი თვითმფრინავის არჩევა მოუგდიათ. ხო, აი მაინტერესებს შენი აზრი, რა გავლენას მოახდენს ეს ირანის გავლენაზე და არა მარტო ირანის სხვა ომებზეც მათ შორის ვინ ზარალდება ირანის ამ რეჟიმის გარდა ყველაზე მეტად ამ სიტუაციებით, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა იმის გამო რომ შეიძლება ნავთობზე ფასები ზევი წამოვიდეს, პუტინმა შეიძლება იხეიროს ბიუჯეტ შემოსავლების კუთხით, მაგრამ აღარ ჩახიდები რო აღარ მივა და ზოგადად აი ეს ღერძი ბოროტებისა მკვეთრად დასუსტდება, ეს თავისთავად პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც სამხედრო კომპონენტზე, ასევე პოლიტიკურ კომპონენტზე. ხო, ეს გათამაშებული იყო აშკარად, იმიტომ ერთი კვირის წინ სატელეფონო საუბარი როცა ჰქონდათ ნეთანიაჰუს და ტრამპს, მედიაში გაჟონა ინფორმაცია, რომ თითქოს ძალიან მკაცრი საუბარი იყო ტრამპის მხრიდან, მან გააფრთხილა, რომ დღეს უნდა ყოფილიყო შეხვედრა კვირას ირანისა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის და იქამდე არანაირი თავდასხმა უნდა გაებედა ისრაელს და ამან მოადუნა მათი ყურადღება სახლებში იყვნენ ის მეცნიერები, რომლებსაც წესით უნდა სცოდნოდათ, რომ მთავარი სამიზნეები იქნებოდნენ ომის დაწყების, იქ შტაბში რატომ შეიკრიბა ამდენი გენერალი ერთად თქვენ ახსენეთ ავიაციის მეთაურობის განადგურება, ესეც სავარაუდოდ რაღაც არასწორი სადაზვერვო ინფორმაციის შეგდების ამბავი იყო. მათ შორის ნეთანიაჰუს მიერ სპეციალურად გაჟონილი ინფორმაციის, რომ თავისი შვილის ქორწილს ნიშნავდა კვირა დღეს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ არაფერი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამან რა თქმა უნდა ეს იყო დადგმული და საპირისპირო შედეგი მოიტანა. რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, ხო? ირანი ახლა იმდენად დასუსტებულია, რომც არ განადგურდეს მისი ბირთვული პროგრამა სულად და აქვე ვიტყვი რა არის საჭირო ამისთვის. ამისთვის საჭიროა ორი მთავარი ბირთვული ობიექტის მნიშვნელოვნად დაზიანება, ეს ნათანცი და ფორდო. ნათანცის დაზიანება უკვე დაწყებულია, ის დაიბომბა სერიოზულად და როგორც ისრაელი ამბობს, ურანი სადაც დიზრდებოდა, ის ადგილები სერიოზულად აფეთქდა, მაგრამ ეს ფორდო მეორე კომპლექსი, რომელიც 2009 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს სატელიტებით, არის ბევრად ღრმად მიწის ქვეშ და ისრაელს 60 მეტრის სიღრმეში არის. ერთი კიდე დამატებითი კითხვა ზუსტად მეგონი მაგ მიდიხარ, რომ ისრაელს არ გააჩნია მძიმე, ასე ვთქვათ, ბომბები, სტრატეგიული ბომბდამშენები და ის ბომბები, რომლებიც ამ სიღრმეში მოახერხებს აფეთქებას, ამიტომ თუ ტრამპის ეს აქვს ამერიკელებს. კი, ეს აქვს ამერიკელებს და თუ ტრამპის განცხადებები რეალობად იქცევა, იმიტომ რომ გუშინ თქვა, რომ შესაძლოა ჩაერთოს ამ ომში, შეიძლება ამერიკამ ამ ერთი ან რამდენიმე გადაფრენით სტრატეგიული ბომბდამშენების მართლა დაასრულოს ირანის ბირთვული პროგრამა და ეს სერიოზული პრობლემა იქნება რეჟიმისთვის და რეგიონში ხო საერთოდ შეცვლის ბალანსი, იმიტომ რომ რეგიონში ბალანსი უკვე შეცვლილია, ხო, შემთხვევით არ მომხდარა არც ის, რაც ჰეზბოლას დაემართა, არც ის, რომ ასადის რეჟიმი ერთ კვირაში დაამხო ახმედ ალ-შარამ და შემდეგი ალბათ იემენელი ჰუსიტებიც იქნებიან, თუ ირანს სერიოზულად გაუჭირდა. თქვენ საუბრობდით ირანის შიგნით არსებულ მძიმე სოციალურ კრიზისზე, ასევე ვიცით, რომ ზამთარში ხშირად ელექტროენერგიის დეფიციტია და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ბაკუს გადაცემაში დეტალურად უსაუბრია მას. სანქციების მათ შორის, იმიტომ რომ აღდგენა რთულია ამ ობიექტების და ამას იწვევს ასევე ეს, რომ ეს რეჟიმი უმდიდრესი ქვეყნის, რომელსაც უამრავი გაზი და ნავთობი გააჩნია, მილიარდებს ხარჯავს ქვეყნის გარეთ ტერორიზმის დაფინანსებაზე, ნაცვლად იმის, რომ ქვეყნის შიგნით დახარჯოს ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეს ძალიან სერიოზული ფაქტორია. რაც შეეხება რეგიონულ ბალანსს, ახლა თქვენ ახსენეთ, რომ ირანი იყო ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე რუსეთის, ხო და ასევე ირანი არის ჩრდილო კორეის მთავარი მოკავშირე, ესე ვთქვათ, ღერძად შეგვიძლია ჩვენ აღვიქვათ ირანი, ჩრდილო კორეა, რუსეთი და ასევე ჩინეთი, რომელიც არის სანქცირებული ირანული ნავთობის მთავარი შემწყიდველი და თუ ვინმე აცოცხლებს ეკონომიკურად ირანს, ეს არის ჩინეთი. ხო, ოღონდ აი ზუსტად ესეთი ჩრდილოვანი ფლოტები აქვს ირანს, როგორც ეხლა რუსეთმა შექმნა, ოღონდ ირანს ეს აწლეულები აქვს, როცა ერთი გემიდან მეორეზე გადააქვთ ეს ნავთობი და მე თვითონ სხვა ნავთობია და შედის ეს ჩინეთში, ხო?
ამიტომ ეს ერთიანი ღერძია, ერთმანეთს ამარაგებენ, ერთმანეთს ეხმარებიან. ირანის დასუსტება თავისთავად ნიშნავს რუსეთის დასუსტებასაც და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ შაჰედების დრონებს ვეღარ მიაწოდებენ, ან ის ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ გავცილდა რაღაც ინფორმაციები, მათ შორის ისიც, რომ ლიმიტირებული რაოდენობით ბალისტიკურ რაკეტებსაც აწვდიდა რუსეთს, ასევე ჩრდილო კორეაც აწვდის ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთს. ამიტომ ესენი არიან ერთი ასევე ინფორმაცია იყო იმ სტავობაზე, რომ თავად რუსეთის ტექნოლოგიებს აწვდიდა, მათ შორის არის ეჭვები, რომ აი თელ-ავივის გუშტელი ღამის დაბომბვის დროს ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოყენებული, რომელიც მანამდე არ ქონდა ირანს და ეს რუსული ტექნოლოგიის ნაწილია. ბაკო მინდა ისევ დავაბრუნო საუბრის მიმდინარეობაში, ბაკო მაინც სიტუაცია ასეთი გვაქვს, რომ აიათოლა ჰამენეი, რომელიც თორსტები 86 წლის არის, ხო? დაახლოებით. ხო, საკმაოდ ასაკოვანი ადამიანის შეუძლებელია არ გრძნობდეს არ კონდეს საფრთხის განცდა, რომ სისტემა და რეჟიმი მთლიანად არ ჩამოეშალოს. შესაძლოა სამხედრო ოპერაციის მომენტში, რა თქმა უნდა, საზოგადოების მობილიზება ხდება ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ კი მათი სისუსტე ასე თვალნათლივ გამოჩნდა, ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, რომ ზუსტად ასეთი შეკრული რეჟიმები მეორე უფრო მარტივად იმსხვრევა ხოლმე. მაგრამ მე რაც მაოცებს და მაკვირვებს, ეს არის მოსადის და ისრაელის სპეცსამსახურების ინფილტრაციის მასშტაბი და ხარისხი. იმიტომ რომ ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის, უბრალოდ მასშტაბური სამხედრო ოპერაციაა, თუმცა მანამდე ჩვენ ვნახეთ, აი წარმოუდგენლად მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაციები, როდესაც ყველაფერს თავი დავანებოთ ღაზის ერთ-ერთი ხანი როცა მოკლეს, რომელიც თავის საძინებელში იქვე თეირანთან მახლობლად მოკლეს და ასე შემდეგ. რანაირად ხდება ეს ყველაფერი? ანუ აი თვითონ ირანის მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე ეს ვერ მოხდება, ხო? ანუ აი როგორ ახერხებენ ამას ებრაელები? ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. უფრო ზოგადად ხო ჩანაწერი გავრცელდა რამდენიმე წლის წინ, ალბათ 2020 წელს იყო. ალი იუნესი იყო ეგეთი კაცი, საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა თორსტები მუჰამად ხათამის დროს და ირანის საგარეო დაზვერვას საგარეო დაზვერვას და მოკლედ ეგეთ ამბავს ყვება ამ ჩანაწერში, რომელსაც გაჟონმა ეს მედიაში და იხსენებს, რომ ესე იგი სპეციალურად შეიქმნა რაღაც დანაყოფი სადაზვერვო სამსახურში, რომელსაც უნდა ემუშავა კონკრეტულად ისრაელზე და ისრაელის სპეცსამსახურების გამოვლენაზე და მოკლედ ისრაელის წინააღმდეგ და ერთ-ერთი პირველი ჩავარდნა, სადაც დაფიქსირდა იყო ეს იყო სადღაც 2010 წლამდელ პერიოდს ვიძახი. აი შემდგომ ეს ინფილტრაცია უფრო და უფრო გაიზარდა და სხვათა შორის ამაზე კიდე ilaparaqa ყოფილმა პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმაც. ნუ ეხლა აჰმადინეჟადი ბოლო წლები არის ვეღარ არის კარგად, იმიტომ რომ თავის ამბიციებს არ უკმაყოფილებდნენ და თქვა მტრულად არის განწყობილი და აკრიტიკებს ხელისუფლებას. მაგრამ თვითონ მანაც აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები იყო თავის პრეზიდენტობის პერიოდშიც უკვე და ვერაფერს ვერ აკეთებდნენ რა, ეს ინფილტრაციის დონე იზრდებოდა და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. ძალიან ბევრი წლებია უკვე ასეთი ხოჯურს აჰმადინეჯადმა თქვა, რომ ადამიანი, რომელიც დავნიშნეთო ამ ჯგუფის ხელმძღვანელოთო, მოგვიანებით აღმოჩინეთ, რომ თავად იყო მოსადის აგენტი. კი, აი ამ ჯგუფიდან დაიწყო ზუსტად რა, როგორც აღმოჩნდა. როგორც ჩანს, თვითონ ცადის ვიღაცემა კონტაქტზე გასული იყვნენ და პირიქით აღმოჩნდა. მე რამდენადაც მახსოვს ეს მონაცემები, ირანის მოსახლეობა დემოგრაფიული სტრუქტურის თვალსაზრისით დედამიწაზე სახელმწიფოთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ნაცია არის. ანუ ახალგაზრდობისა და შუახნის ასაკის მოსახლეობის წილი ახალგაზრდების განსაკუთრებით ძალიან მაღალი არის. არ არის ესე. არ არის ესე? არ არის. პირიქით, ანუ თუ შევხედავთ შევადობის აი პრეიტი რაც არის, მე მგონი ჩვენზე დაბალი 1 და 8 არის ჩვენთან და 1 და 4 არის ირანში და ეგეც დიდი აფეთქება იყო ერაყის ომი რო დამთავრდა მაგის შემდგომ და აი მომდენო სადღაც 90-იანებიდან და განსაკუთრებით 2000-იანების დასაწყისიდან შობადობა მიკლო და ეხლა ერთი ბავშვი, მაქსიმუმ 2 ბავშვი არის ხოლმე ირანულ ოჯახში. ნუ წინა პერიოდებში 8-10 და გასაგებია. რა შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ადგილობრივი რეჟიმისთვის? შენი აზრით, რაზე დათანხმდებიან ისინი? გარკვეული მზაობის სიგნალი საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს შეხვედრის დროს გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მზად არიან დადონ ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული იარაღის არქონას უკავშირდება, მაგრამ არ იტყვიან უარს ბირთვულ პროგრამას.
რაზეც საუბრობდა. ნუ რასაც ხედავთ ახლა მოქმედებები, რაც როგორც ვითარდება ომის თეატრში, ყველაფერი იმისგან მიანიშნებს, რომ ეს ისრაელს არ უნდა მოლაპარაკება და შენარჩუნება ისლამური რესპუბლიკის უნდა რომ მოკლედ გაანადგუროს. შეიძლება მაქსიმალური ზიანი მიაღწიოს. ნუ ალბათ გეგმა, თავარი გეგმა ეს არის ამ ისლამური რესპუბლიკის განადგურება. ხო, მაგრამ განადგურება რას ნიშნავს? განადგურება ის რომ დაშალოს მოკლედ, ანუ რომ ირანი აღარ იყოს თეოკრატიული და დაბრუნდეს ან როიალისტური ან ამას ისრაელი ვერ იზევს თავისით, ხო? ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე რაც ყველაზე რეალური სამიზნე არის და ოპერაციაც ამაზეა კონცენტრირებული, ეს არის სამხედრო ობიექტების, ინფრასტრუქტურის, თავდაცვითი სისტემების, შემტევი სისტემების, რაც შედარებით უფრო ადვილად მიღწევადი იყო და მიაღწია, მაგრამ ბოლომდე ბირთვული პროგრამის განადგურებას ის ვერ მოახერხებს, ამისთვის მას შეუძლია ძალიან სერიოზულად დააზიანოს ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამერიკელების ჩართულობის გარეშე ღრმად არსებულ ლაბორატორიებში ვერ ჩააღწევს. საპირისპირო ხედვაც არსებობს თვითონ ისრაელის შიგნითაც, რომ თუ ამერიკა არ ჩაერთო და ჩვენ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ ამ ბირთვული პროგრამის განადგურების საკითხი, მაშინ ეს პირიქით мотиваციას მიცემს ამ რეჟიმს, რომ გააუქმოს ის ფატვა, რომელიც არსებობს ესეთი ფატვა რელიგიური, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს მასობრივი განადგურების იარაღი, რადგან ეს ისლამს ეწინააღმდეგება და ეს როცა გაუქმდება, ამის შემდეგ ირანი მართლა დაიწყებს უკვე ეხა ტექნოლოგიურად შეიძლება მზად არის და კომპონენტები აქვს, მაგრამ მას ეს აწყობილი არ აქვს, იმიტომ რომ ბირთვული ქობინი რომ გააჩნდეს ირანს, აუცილებლად გამოცდიდა და ამით თვითონ სოფლიოს ანახებდა, რომ მე ბირთვული სახელმწიფოა. ეგრე გააკეთა უკვე ჩრდილოეთ კორეამაც სხვათა შორის 94 წელს დაუდო კლინტონის ადმინისტრაცია მას შეთანხმება, მე შეთანხმება არ შესულა და მალევე 2000-იანების დასაწყისში კლინტონის ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბირთვული იარაღი და აქ თავად ისრაელის მიზანი არის, რომ ამის მინიმუმ გადადება, შეყოვნება და თუ გამოვა ამის განადგურება. რის სურვილებსაც ტრამპი ავლენს და ყველაზე კარგი ხა ამ მიმართულებით არის ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორ ნაწილადაა გაყოფილი, ხო? არის იზოლაციონისტური ბანაკი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩართულობას ამ კონფლიქტში და გუშინ ტაკერ კალსონმა, რომელიც ამ ბანაკის ლიდერია, საჯარო ფიგურებს თუ შევხედავთ და ჟურნალისტებს, ძალიან გააკრიტიკა ტრამპი იმისთვის, რასაც აკეთებს, რომ ეხმარება და მოუწოდა რომ არ ჩაერთოს, მაგრამ ტრამპი თავის განცხადებებში თუ დავაკვირდებით რა განწყობასაც ავლენს, კარგად ჩანს, რომ ის შესაძლოა, მე ბოლომდე ავიტყვი რომ ჩაერთვება, მაგრამ შესაძლოა მართლა ჩაერთოს, იმიტომ რომ რისკები დიდი არ არის, ფაქტია, კი ირანს შეუძლია ერაყში, იორდანიაში და სხვა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბაზები დაბომბოს და რაღაც ზიანი მიაყენოს, მაგრამ ირანსო დიდი ზიანის მიყენება არ შეუძლია, ფაქტია და რაც ზოგადის, ირანი ყოველდღიურად სუსტდება, იმიტომ ყოველდღიურად ეს საჰაერო დომინაცია ისრაელს იწვევს იმას, რომ უფრო და უფრო მეტი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები მათ უფეთქდებათ, ბალისტიკური რაკეტების საწარმოები და რაკეტები საერთოდ და რამდენსაც ისვრიან, უფრო მარტივია მე მათი დეტექცია, ხო? და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეც კარგავენ და 14 დღე თქვა თავიდან რომ ისრაელის ოპერაცია 14 დღე გაგრძელდება. კი, 14 დღეში შეიძლება საერთოდ ეს ბალისტიკური რაკეტები, რომელიც პრინციპში ერთადერთი ფუნქციური სამხედრო კომპონენტია, ხო, რომლითაც შეუძლია ისრაელს მიაღწიოს. დააზიანოს ავიაცია არ გააჩნია, ფლოტი სერიოზული არ გააჩნია, ეს არის ერთადერთი რაზეან შეუძლია ისრაელს და ამერიკულ ბაზებს მიაყენოს. 14 დღეში ეს შეიძლება ამოწურული ან სერიოზულად დასუსტებული იყოს, რაც კიდევ უფრო მოწყვლას გახდეს ამერიკის ჩართულობისთვის და ერთ ვიტყვი კიდე აუცილებლად რომ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კარიერა შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. 90-იანი წლების ნეთანიაჰუ, რომელმაც შიმონ პერესი დაამარცხა არჩევნებში, მოვიდა დაპირებით, რომ მე არ დაუშვებ პალესტინური სახელმწიფო შექმნას, იმიტომ რომ ეს არის ტერორიზმის დაჯილდოება და არ დაუშვებ იერუსალიმის გაყოფას. 2000-იან წლებში მეორე ინტიფადამ ამ ტერორისტულმა ტალღამ საერთოდ გააქრო ეგრეთ წოდებული მშვიდობის ბანაკი, ანუ ორი სახელმწიფოს გამოსავლის ბანაკი ისრაელის შიგნით. და 2010-იან წლებში თავარი იდეა ნეთანიაჰუს იყო ის, რომ მე არ დაუშვებ ირანის ბირთვული პროგრამის ბირთვულ ბომბამდე მისვლას და ეს იყო მისი მთავარი იდეა. გვახსოვს ჩვენ კონგრესში მისი გამოსვლა როგორ გააკრიტიკა მაშინ ობამა და მთელი რესპუბლიკური პარტია მაშინ დაშს უკრავდა და მისი მემკვიდრეობა ხა ეს უკვე 75 წლისაა. აქამდე შეიძლება ყოფილიყო 7 ოქტომბრის საშინელი ჩავარდნა, რამაც გამოიწვია 1200 ადამიანის სექტორი ისრაელის შიგნით, იქეთ ღაზაში კატასტროფული ჰუმანიტარული კრიზისი და ასე შემდეგ. იმიტომ ეს ამ კონტექსტშიც უყურებ მე. ეს არის ნეთანიაჰუს საბოლოო მემკვიდრეობა რა იქნება და რამდენად უსაფრთხოს დატოვებს ის ახლო აღმოსავლეთს და ისრაელს, იმიტომ რომ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება კიდევ უფრო მეტად გახსნის პერსპექტივებს აბრაამის შეთანხმების გავრცელებისკენ, საუდის არაბეთის და ისრაელის. იმიტომ რომ ეხლა კიდე ბევრს აქვს ამ არაბულ ქვეყნებში ირანის შიში.
და როდესაც ირანი ეხლა სამხედრო თვალსაზრისით უკვე ბევრად სუსტია, ვიდრე 5 დღის წინ იყო და თუ მას ბირთვული პროგრამა საერთოდ აღარ ექნება, მე აბრაამის შეთანხმებაც მარტივდება და მშვიდობის პერსპექტივა მთელ ახლო ეს ის შემთხვევა, როდესაც ტრამპის განცხადება ირას თქვა, რომ ესე იგი ახლო აღმოსავლეთი ვაქციოთო, ხო? დიდებულათო, ეს მართლა შეიძლება შედეგი აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში, უბრალოდ პაკოს მინდა ვკითხო, რომ რეგიონში თავისი გავლენების და უპირატესობების მოსაპოვებლად რამდენიმე სახელმწიფო ყოველთვის აქტიური იყო. ნუ რუსეთზე რო აღარაფერი ვთქვა ამ შემთხვევაში, ხო კავკასია და ახლო აღმოსავლეთში მას ყოველთვის ქონდა თავისი წილი და გავლენები. რუსეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ზოგადად აი ამ დიდი რევიზიონისტული სახელმწიფოების ბლოკის თვალსაზრისით, მაგრამ ასე დასუსტებული ირანი რაღაცა ნაწილში შეიძლება აწყობდეს კიდეს იმ მხრივ, რომ რეჟიმი მთლიანად მიებას მას, მაგრამ ასე მიბმული რეჟიმების ბედით ჩვენ ვნახეთ. შენ კი ხარ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის შიგნით რაღაც პროცესზე, მაგრამ სირიაშიც იყო ასე და აგერ სადამი რა იყო, თუნდაც სადამი, მაგრამ ასადი სადაც არის და სირიაში ხარ ვითარებაც არის, ეს მინდა უბრალოდ რომ აყურებელსაც შევახსენო, არა? მაგრამ არის კიდევ მნიშვნელოვანი მოთამაშე თურქეთი. რომელიც ერდოგანის რა თქმა უნდა გამოვიდა და დაგმოეს თავდასხმა, ნეთანიაჰუსთან მას ასევე ძალიან სპეციფიური ურთიერთობა აქვს, მაგრამ თუ კი ვინმე ხეირობს, მათ შორის ხეიბლურობს აზერბაიჯანიც, ხეირობს თურქეთიც, აი ამ ღერძის გავლენა აშკარად იზრდება, ზარალდება გარკვეული გარგებით სომხეთი, ჩვენი მეზობელი, იმიტომ რომ ირანით, მნიშვნელოვანი გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბალანსი იყო რუსეთის და თურქეთის ამ შემთხვევაში სომხეთისთვის, ამიტომაც ფაშინიანმა, ასე ვთქვათ, დაგმოეს შეტევა და გამოთქვა იმედი, რომ მალე დამთავრდებაო. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ესეთი პროტოკოლური იყო და პრინციპში ამ ეტაპზე ალბათ არც იყო მეტი საჭიროება და მე ვერ გავაკრიტიკებ ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, ჯობია ამ შემთხვევაში ეგ პოზიცია გქონდეს, მაგრამ 3+3-ის ფორმაც რა ბედიელის შენი აზრით და ირანი 3+3 მე მგონი თავიდანვე გარკვეული იყო, თავიდანვე ძალიან ესეთი ყიფე პროექტი იყო და სერიოზულად ეს დიდი სახელმწიფოები საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით. კი, მაგრამ თქვა ძალიან ბევრი თვისაც დროშა დადგმული ქონდა და სკამი გამზადებული ლავროვმა რამდენჯერმე ღია თქვა ეს ყველაფერი. კი, მაგრამ თავიდანვე ისეთი ფორმატი იყო, რომ მე მგონი ყველა ხვდებოდა, რომ ამ ფორმატიდან რაღაც წარმატებული და დიდი პროექტი არ გამოვიდოდა. ამიტომ რა შობილი მაშინ სხვა შეკითხვას დაგისვავთ, არსებობს თუ არა საფრთხე და მოლოდინები ამ ომის გახანგრძლივების პირობებში, თუ ეს მართლა ორ კვირაში არ დამთავრდა, დევნილთა ნაკადებისა და ეს ნაკადები შეიძლება თუ არა, მათ შორის ჩვენი მიმართულებითაც მოიმართოს და სახელმწიფო რამდენად უნდა იყოს. ზოგადად რა ვიცი, ესე ომების განსაზღვრა რომ ეს ომი ორ კვირაში მორჩება, სამ კვირაში მორჩება, მე მგონია რომ ძალიან ფანტასტიკი სფეროა, იმიტომ რომ როგორც ასეთ სამხედრო მეცნიერებაში ხო ესე რომ ვთქვათ, არ არსებობს რომ ვთქვათ დაგეგმო რაღაცა ოპერაცია, აი კონკრეტულად ამ ვადაში და ამ ვადაში მორჩეს მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ კომპლექსურ ქვეყანას, როგორც ირანია და ეს ქვეყანა მარტო არ არის. ანუ მას ზურგს უმაგრებს, რა ვიცი, ჩინეთი, მას ზურგს უმაგრებს რუსეთი და ცოტა ისეთი შთაბეჭდილება რჩება ხოლმე, როცა თვალს ვადევდებ, აი საერთაშორისო მედიას, ზოგადად მედია ტრენდებს, თითქოს აი ესე გადაწყვეტილი აქვს, უკვე დალაგებული აქვს პროცესებად, რა უნდა მოხდეს და აი ეგეთ მოლოდინს ქმნიან. მესმის გასაგები არის, რომ ეს მოლოდინებიც ალბათ რაღაც ემსახურება, მაგრამ ანუ ფაქტი ის არის, რომ ირანმა აჩვენა თავისი სისუსტე სამხედრო ნაწილში და თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ეს ამავე დროს ძალიან მკაცრი რეჟიმის პირობებში ყოფი, ძალიან სერიოზული სახელმწიფოა, რომლის რესურსებსაც ანგარიში უნდა გაუწიოს და ეს არის ტერიტორია გაუწია მას ანგარიში. ეს არის ძალიან დიდი მოემზადეკიდეთ და განახორციელა. ძალიან დიდი ტერიტორიაა, რომელსაც ყავს ძალიან დიდი მოსახლეობა, ეს მოსახლეობა შემდგომ არის ძალიან ჭრელი, იმიტომ რომ აქ ცხოვრობს სადღაც 16 მილიონი თურქულენოვანი აქ ცხოვრობს 6 მილიონი არაბი, 9 მილიონი ქურთი ცხოვრობს, აქ არის უამრავი რელიგიური კონფესიები, სხვადასხვა ინტერესები და აი არ ვიცი რავი, როცა იწყებენ ეს ლაპარაკს და წარმოუდგენიათ, რომ უცებ ქაოსი იქნება, მე ამ ქაოსს რას უშვებიან, ეგ ძალიან მაინტერესებს ხოლმე. იმიტომ რომ აი ეს ამდენი ინტერესები მე როგორ დაიქსაქსება, თუნდაც ამდენი შეიარაღება, როცა ლიბია ესე უცებ ერთ დღეში არა, მაგრამ სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიშალა, მე ხომ ნახეთ
ის იმ იარაღს რა დაემართა. წავიდა ცენტრალურ აფრიკაში, წამოვიდა აქეთ, მოკლედ სინაის ნახევარკუნძულზე. მოკლედ ასე კითხავ და შენც ეცადე მოკლედ გვიპასუხო, შენ დასაბუთებული სკეპტიციზმის და საფრთხეების ანალიზის პერსპექტივის გათვალისწინებით რა იქნებოდა ოპტიმალური განვითარება პროცესის? ძალიან რთული არის, ეხლა პროცესი დაძრულია და რავი, ომი არის და ომში იმარჯვებს ის, რომელსაც უფრო მეტი ძალა აქვს, მაგრამ აქ აი ძალიან რთული სიტუაცია არის. ალბათ აი ამერიკის ჩართვაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო, ანუ სამყარო არ არის შავს და თეთრ ფერებში. აქ თუ ამერიკა არის, აქ არსებობს სხვა პოლუსებიც, უკვე მულტიპოლარულ სოფლიოში ვცხოვრობთ, აღარ არის 91 წელი. არც 2003 წელი, არც 2001 წელი. ანუ თუ ამერიკა მოინდომებს და ჩაერთვება, თქვა რატო გამოვრიცხავთ იმას, რომ უცებ ადგება და რაღაც ჩინეთი ან რუსეთი ჩაერთვება რაღაც ფორმით. თუნდაც იმ ფორმით, რომ იარაღს მიაწვდის. ამის ძალიან დიდი პრაქტიკა არსებობს ისტორიაში, როდესაც ერთი დიდი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს პირდაპირ არ ეტაკება. მაგრამ ადგება და აძლევს თავის შეიარაღებას, რომელიღაც სხვა და ცდილობს, რომ ის მეორე მისი მოწინააღმდეგე ამ კონფლიქტში ჩაითრიოს. ეს იყო ვიეტნამი, ეს იყო კორეა და ავღანეთი. მნიშვნელოვანი არგუმენტებია და უნდა დაუსრულო რაღაცა გიორგი და რუსეთმა მიაწვდოს ირანს იარაღი, იმიტომ ეს გამოიწვევს იმას, რომ ისრაელიც მიაწვდებს უკრაინას იარაღს და ეს ბალანსი, რომელიც არსებობს და სხვადასხვა ეგ ბალანსი სწორედ მაგიტომ არჩუნდება, იმიტომაც არ აწვდის ესე პირდაპირ რუსეთი შეიარაღებას ირანს, რომ მერე ისრაელიც მიაწვდის უკრაინას და ესეთი ჩუმი შეთანხმებები ამ ქვეყნებს შორის ყოველთვის არსებობს. მანამდე იყო ის, რომ როდესაც სირიას აქტიურად აკონტროლებდა რუსეთი, სირიას ავიაციებში მუდმივად შედიოდა ისრაელის ავიაცია და ბომბავდა ასადის სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, მაგრამ რუსეთი მათ არ ესწროდა და არც მათ ავიაციას იყენებდა ამათ წინააღმდეგ და ამ ტიპის ჩუმი შეთანხმებები მუდმივად მუშაობს. ამ ტიპის ჩუმმა შეთანხმება სხვადასხვა რაღაც ეტაპზე ჩვენზეც იმოქმედა რაღაც დეტალებს. არ მინდა რომ შევერხო, მაგრამ აი სამხედრო ემბარგოს ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტი ეგეც იყო თავის დროზე და საქართველოს ხელისუფლება იმ პერიოდში უამრავ ძალიან რთულ ეტაპებს გადიოდა იმისთვის, რომ დრონების პროგრამა იქნებოდა თუ სხვა რამე სხვა გუშინ ფიქრობდი იმაზე, ჩვენ გვახსოვს აი პირველი მცდელობა საქართველოში დრონების წარმოების ეს ჯერ კიდევ როდის იყო, მერე აზერბაიჯანმა დაიწყო აქტიურად გამოყენება და ჩვენ რომ ამ მიმართულებით ჩვენი სამხედრო წარმოება მრეწველობა დროულად აგვეწყო ფეხი და რა პირველი ინიციატივებიც იყო, რამდენი დრო დავკარგეთ და რამხელა პრობლემები შევქმნით ამის კუთხით აჩვენებს დრონების როლის გათვალისწინებით თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში და დავასრულოთ გიორგი. დავასრულოთ იმით, რომ რა თქმა უნდა, ხა პირდაპირ ვერავინ არ იტყვის პროგნოზს, რომ აუცილებლად ეს რეჟიმი დაემხობა და შეიცვლება და მით უმეტეს ამის იქით რა იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ ის რაც შეგვიძლია უკვე ვთქვათ, შედეგი არის, რომ ირანი არის ბევრად სუსტი დღეს, ვიდრე იყო 5 დღის წინ. ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში ესეთი შემცირებული არასდროს არ ყოფილა. ირანის ათეულობით მილიარდი და ასეულობით მილიარდი, რომელიც მან ჰამას, ჰეზბოლას და ჰუსიტებს დაახარჯა, უკვე წყალს არის გატანებული და ახლო აღმოსავლეთის ჰეგემონი ირანი ჩემი აზრით კიდე დიდხანს ვერ იქნება. რაც შეეხება ახლა იმას, ბირთვული პროგრამა ბოლომდე განადგურდება თუ რაღაც პერიოდი შეიძლება ეს ოპერაცია შეწყდეს და მერე სხვა დროს კიდე სხვა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს ამ სამხედრო ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად, ეს ცალკე თემაა და ამაზეც რთულია საუბარი, მაგრამ ამ ოპერაციას უკვე სერიოზული შედეგები აქვს და ეს იქნება ისრაელისთვის ერთ-ერთი სახელოვანი გამარჯვება, ჩემი აზრით, უკვე ეს ცალსახა. ძალიან კომპლექსური პრობლემა იყო და არის და რჩება და იქნება. ვეთანხმები მე იმ არგუმენტებს, რომელიც მათ შორის პაკომ ჩამოთვალა და ნახოთ, გრძელდება სამხედრო და არა მარტო სამხედრო სპეცოპერაციაც, ასე ვთქვათ. საინტერესოდ ვითარდება პროცესი. ამერიკელები ძალიან საინტერესო თამაშობენ, მათ შორის ტრამპიც სულ რამდენიმე წუთის წინ როიტერსმა გაავრცელმა ინფორმაცია ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომ მანამ სანამ ამ კონფლიქტის შედეგად ირანელების მიერ არც ერთი ამერიკელი არ არის მოკლული და ბაზრის შეტევა არ განხორციელებულა, ისინი რა თქმა უნდა თავშეკავებულობის აი ამ პოზიციას ინარჩუნებენ და ამავე დროს ამავე ინფორმაციაში წერია, რომ ტრამპმა არ მიცა ნებართვა ისრაელის მიერ ფაქტობრივად უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას აიათოლა ხომენეის
ფიზიკურ ლიკვიდაციასთან განადგურებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ეს დიდი ალბათობით მართლაც შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ რომ ხამენეი იყო სამიზნეში ამოღებული, გავრცელდა კიდეც ინფორმაცია თითქოს ერთ-ერთ მის რეზიდენციაში მიტანილი იყო სარაკეტო დარტყმა, თუმცა ხამენეი ცოცხალია, ჩვენ ვიცით, ნახეთ მისი გამოსვლის ნაწყვეტით. ასეთია სიტუაცია, პროცესები ყოველდღიურად ვითარდება და ნახოთ, ხვალ შეიძლება სურათი შეცვლილი იყოს რომელი მიმართულებით, ჯერჯერობით არ ვიცით. მადლობა მინდა გითხრათ ორივეს. საინტერესო კომენტარისთვის.